მოდით გავიხსენოთ, რას ამბობდა ქართული ოცნება და როგორ გვიპირისპირდებოდნენ ჩვენი ოპონენტები და რეალურად რა გაირკვა ახლა. ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ძალიან დიდი იყო საფრთხე და ფაქტიურად გვითრევდნენ ომში და საქართველოს უნდათ, რომ საომარი ბრძოლის ველი გამხდარიყო. ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე უკვე ამერიკაში ცნობილი პოლიტიკოსების, მათ შორის დასავლური გამოცემის გვერდებზე ჩნდება სტატიები, სადაც ამბობენ, რომ დემოკრატები ომის პარტიად გადაიქცნენ, რომ ამერიკელები ხელს უწყობდნენ უკრაინაში ომის, ასე ვთქვათ, გაღვივებას და მათ შორის ახალისებდნენ და აჯერებდნენ ადამიანებს, რომ უკრაინა იგებდა და შეეძლო რუსეთი გაენადგურებინა. ამ ყველაფერს უდასტურებდნენ ქართველი რადიკალები, პოლიტიკოსები, აქაური NGO-ები და მათი აქტივისტები, წერდნენ, პოსტავდნენ, ეთერებში საუბრობდნენ ომის დაწყებიდან მეორე დღესვე, რომ უკრაინა იგებს თურმე და ჩვენ არასწორი ვართ, როდესაც რუსეთს საფრთხედ აღვიქვამთ და თურმე რომ ახლა პერიოდი და სათანდო დრო არის, რომ გავისეირნოთ აფხაზეთში და ცხინვალში, ეს სამწუხარო მოწოდებებიც გვახსოვს. ამის საპირწონედ კი ქართული ოცნება რჩებოდა ძალიან მყარად თავის პოზიციაზე, რომ ამ საომარი დღის წესრიგის ნაწილი არ უნდა გამხდარიყავით და ფაქტიურად ის ფაქტი, რომ USAID-ის სკანდალის გახეთქვის შემდგომ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა თანხები იხარჯებოდა უკრაინაში ომის წახალისებისთვის, რომანტიზებისთვის, მაგალითად ანჯელინა ჯოლის, შონ პენის და სხვათა ვიზიტები უკრაინაში, როგორ რამდენი მილიონით ფინანსდებოდა იმისთვის, რომ გარკვეული დრაივი აეწიათ და ომის რომანტიზება მოეხდინათ, კიდევ უკეთესად გვაჩვენებს რამხელა იყო ძალისხმევა საქართველოს და ზოგადად ამ საომარი დღის წესრიგში ქვეყნების ჩართვის. გავიხსენოთ კიდევ რას ვამბობდით LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით. ქართული ოცნება ამბობდა და მათ შორის მივიღეთ კანონი ოჯახური ღირებულებების დაცვის და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ. ჩვენი ოპონენტები გვიპირისპირდებოდნენ და გვიმტკიცებდნენ, თურმე არ არსებობს LGBT პროპაგანდა. რა ხდება ამერიკაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ? ხო, ის აუცრება ხდება ის, რომ გაირკვა თურმე ქალი-ქალია და კაცი-კაცია. მათ შორის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღესვე ის ხელს აწერს აქტებს, რომლითაც ასრულებს LGBT პროპაგანდას და მათ შორის იმ მიდგომებს, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში თუ საჯარო სამსახურებში ადამიანებს უკრძალავდათ, რომ ქალისთვის ქალი ეწოდებინა და კაცისთვის კაცი. რა თქმა უნდა, ამ პირობებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რასაც ქართული ოცნება ამბობდა, სწორი იყო და ჩვენი პოლიტიკაც გამართლებული. მათ შორის საინტერესო არის, რამდენი მილიონი დაფინანსება იხარჯებოდა ქვეყნებში USAID-ის მხრიდან იმისთვის, რომ LGBT პროპაგანდა განხორციელებულიყო და ადამიანების ინდოქტრინაცია მოეხდინათ. გაიხსენებთ ალბათ აქაც წიგნები, სხვადასხვა გადაცემები და ასე შემდეგ კეთდებოდა იმისთვის, რომ აღნიშნული პროპაგანდით მოეწამლათ ახალგაზრდობა. ამიტომ დღეს მიხარია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნება სწორ პოლიტიკურ ღერძზე იყო და რაც თავარია ეროვნულ საქმეს ემსახურებოდა. მე კიდევ მინდა გაგახსენოთ, რას ამბობდა ქართული ოცნება, რაზეც განსაკუთრებული ვნებათა ღელვები იყო, არაერთი, ასე ვთქვათ, ტალღა ვნებათა ღელვების, ეს იყო ის ფაქტი, რომ უცხოური გავლენები არსებობს, რომ საქართველოში იხარჯება კოლოსალური თანხები იმისთვის, რომ რევოლუციები მოეწყოს, იმისთვის, რომ გადატრიალებები მოხდეს, იმისთვის, რომ არეულობები იყოს. ჩვენ ვამბობდით, რომ ადამიანები, ვინც აქციებზე პარლამენტის წინ გვიდგანან, მათ შორის პოლიტიკოსები, NGO წარმომადგენლები, რადიკალი აქტივისტები, სწორედაც რომ წარმოადგენდნენ უცხოურ ინტერესს, სწორედაც რომ ფინანსდებოდნენ საზღვარგარეთიდან და რომ იყვნენ გავლენის აგენტები. სწორედ ასე უწოდეთ ერთ-ერთ ინიცირებულ კანონპროექტში, თუმცა ამის გამო დიდი კრიტიკის ქვეშ მოვხვდით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. თუმცა რა გაირკვა ახლა? გაირკვა ის, რომ USAID უკვე მრავალი წელია და 10 წლეულებია გადაიქცა დაზვერვაზე უფრო მოქმედ და ქმედით იარაღად სხვა ქვეყნებში სხვადასხვა პროცესების დასაორგანიზებლად. ამაზე დონალდ ტრამპი, ილონ მასკი, მათივე დაფუძნებული ეფექტიანობის სამსახურები და ის გასაჯაროებული ინფორმაციები ჩემზე უკეთესად მეტყველებს და რა თქმა უნდა ალბათ ნახავდით, რომ მაგალითად საქართველოს შემთხვევაშიც 2020 წლიდან 25-მდე 41 მილიონი იხარჯებოდა იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებში
გარკვეული გავლენა მოეხდინათ, მათ შორის ეს იყო პოლიტიკური პარტიების, ტელევიზიების, მათი NGO-ების დაფინანსება და საინტერესო ის არის, რომ ამ წლების მანძილზე 3 არჩევნები გამოიარა ქვეყანამ. ამ 3 არჩევნებში ოფიციალურად პარტიებს 39 მილიონი აქვს დახარჯული, მაშინ როდესაც USA-ც 41 მილიონი აქვს ჩვენს პოლიტიკაში უხეშად ჩარევისთვის დახარჯული. და ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა. მაგალითად ჩვენთვის დღემდე უცნობი არის ნედის ფინანსები, რომელიც განსაკუთრებულად მავნებლური მიზნებისთვის იხარჯებოდა, რომელზეც არაერთხელ მიგვიმართავს, მათ შორის მათი უმაღლესი წარმომადგენლებისთვის და არა მხოლოდ ევროკავშირის ფონდები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიული დაფინანსებით გამოირჩეოდნენ, მაგალითად ერთ-ერთი ფონდის მხრიდან გადახდილი იყო ნიკა მელიას გირაო, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რატომ უნდა იხდიდეს ევროპული ფონდი ნიკა მელიას გირაოს, რაში ჭირდებოდათ მათ ნიკა მელია გარეთ, თუ არა იმისთვის, რასაც ნიკა მელია მთელი ცხოვრება იმსახურება, შინაარსით დესტრუქცია არის ეს ადამიანი. იხდიდნენ მათ შორის იმ ჯარიმებს და გირაოებს იმ ადამიანების, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილების მაგვარ დანაშაულებს ჩადიოდნენ, არომანტიზებდნენ მოლოტოვის კოქტეილის სროლას და მათ შორის კამპანიებს, რომ თურმე კარგია აღნიშნული ქმედებები და პრინციპში მთელი ამ პროცესების სათავეში სწორედ ეს დაფინანსებები იდგა. ამიტომ ის, რაზეც ქართული ოცნება საუბრობდა ამ წლების მანძილზე, რაც არაერთხელ გამხდარა თუნდაც თქვენთვის, თქვენს თავში რაღაცა ეჭვის შეტანის საფუძველი, შეიძლება ვიღაცის შემთხვევაში შეცდომით აქციაზეც კი გამოუყვანიხართ, აი ამ საკითხებს, რომელიც გეგონოთ, რომ არასწორად იყო ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი, დღეს ყველაფერი დადასტურდა, რომ სწორი იყო. ამიტომ ნებისმიერ შემდგომ პერიოდში ალბათ თქვენ უკეთ გადაწყვეტთ, ვის უნდა მიანიჭოთ თქვენი ნდობის მანდატი, რომელი პოლიტიკური პარტია იმსახურებს, რომ დაუჯეროთ და ენდოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, არის სიმართლე და ისინი, ვინც გვეწინააღმდეგებოდნენ, არა მხოლოდ ჩვენი შიდა რადიკალები, არამედ გარეთ ცნობილი პოლიტიკოსები თუ საჯარო ფიგურები, ეს ადამიანები რეალურად წარმოადგენენ ამ ქვეყანაში არეულობების გადატრიალების და ხელისუფლებების შეცვლის ხელოვნური მექანიზმების ავტორებს. ამიტომ მიხარია, რომ დღეს ყველაფერი დღესავით ნათელია. ქართული ოცნება ამბობდა სიმართლეს და ჩვენ გავაგრძელებთ სიმართლის საუბარს.